კონსტანტინე გამსახურდია ფარიკაობს ციქა ალუდაურთან. სოფ. ხახმატი. 1934 წელს კონსტანტინე გამსახურდია ხევსურეთს ეწვია. პერსონაჟებს და თემებს ეძებდა წიგნისთვის. ხახმატში შეხვდა იმ დროისთვის სახელიან მოფარიკავეს ციქა ალუდაურს. ძველ ხევსურულ ლექსში, სადაც იმ დროის ხევსურებია ჩამოთვლილი, ნათქვამია: ხახმატში სიმამაცითა ციქა ჯობალუდაური, გამსახურდია არ მოეშვა ხევსურს ვიფარიკავოთო. თავი შორს დაიჭირა ციქამ, არ უნდოდა ეწყენინებინა სტუმრისთვის. კონსტანტინეს მისი გამოცდა უნდოდა, რასაც მერე ან დაწერდა, ან საგზლად წაიღებდა ვაჟკაცობა გამეჩხერებულ ბარში. ვერ დაიყოლია ჯიუტი ხევსური. მაშინ იქ გაწდა, სადაც სუსტი იყო, ჯაბანი ყოფილხაროთ და ხმალი ხელზე დაჰკრა. მაშინ კი ამოიღო მახული ციქამ და უხვდა კონსტანტინეც. ამ ამბავს გვიანობამდე იხსენებდნენ შემსწრე ხევსურები და დასცენდნენ, ის მწერალიც მაგარი ყოფილიყო. გამსახურდიას მაშინთან ახლდნენ პაატა გუგუშვილი, გიორგი გამყრელიძე და ერთი მილიციიდან დაცვა. მათ მეგზურობას უწევდა ჩაჩაული ქოკელი. ეს სურათი ფარიკაობის მერეა გადაღებული სამახსოვროდ გიორგი გამყრელიძის მიერ.